მოგესალმებით. ნაჭრა თაიმსი პირდაპირ ეთერში იწყებს მაუწყებლობას ვიმყოფებით ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც ცოტა ხანში უნდა დაიწყოს კონცერტი, რასაც ადგილობრივი აქტივისტები საპროტესტო აქციით ხვდებიან. საუბარი არის რუს მომღერალზე, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში მართავს კონცერტს, რაც ადგილობრივი აქტივისტების პროტესტს იწვევს. თქვენ ხედავთ აქტივისტებს, ბანერებზე აქვთ ის გზავნილები, რასაც ფიქრობენ და რის თქმაც უნდათ რუსებისთვის, რომლებიც ახლა იკრიბებიან კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე. გვიან ღამით უნდა დაიწყოს ეს კონცერტი. საუბარი არის ელდარ ჯახაროვზე, რომელიც ბათუმში მართავს კონცერტს და ის არის რუსი მომღერალი. თქვენ კადრში ხედავთ, აქ იმყოფებიან აქტივისტები, რომლებიც შემსვლელებს აჩვენებენ თავიანთ გზავნილებს, რომლებიც აქვთ ბანერზე საპროტესტო გზავნილებს ხედავთ თქვენ და ჩვენ შეგვიძლია ცოტა ხანში უკვე ამ ადამიანების მოსაზრებებიც მოვისმინოთ. თაკო, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, თქვენი შეკრების მიზეზი რა არის, რა გაქვთ სათქმელი რუსებისთვის ბათუმიდან? მოკლედ, ერთგვარი სერია არის, ასე ვთქვათ, რუსი მომღერლების ბოლო პერიოდში ბათუმში იმართება მათი კონცერტები და პირადად მე აქ იმიტომ ვდგავარ, რომ ვთვლი, რომ ეს მათი კულტურის შემოჩაჩება, ესე ვთქვათ, და იმის მცდელობა, რომ გაავრცელონ თავიანთი კულტურა იმ ქვეყნებში, სადაც ოკუპაცია არის აქტუალური ჯერ კიდევ, არის რუსული მეთოდი. და ვეწინააღმდეგები ამას. არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ჩამოდიოდეს ისეთი რუსი მომღერალი, რომელსაც არ აქვს მკაფიო პოზიცია ოკუპაციასთან დაკავშირებით, არ გმობს თავისი ქვეყნის პოლიტიკას და არის ჩვეულებრივად გადასახადების განამხდელი იმ ქვეყანაში, რომელიც აწარმოებს აქტიურად ომს უკრაინასთან, ეხლა მიმდინარე ომს და ასევე ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის ერთადერთი გამონაკლისი და ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში იმართება ბათუმში ოკუპანტების სხვადასხვა შინაარსის ღონისძიება. რას ნიშნავს ეს, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში ასეთი ტიპის ღონისძიებები იმართება? ეს ნიშნავს იმას, რომ გართობა, სპორტი და ესეთი სფეროები კი ფიქრობენ ადამიანები და აქვთ ესეთი რიტორიკა შუაში სტებს, ესე ვთქვათ, რომ ეს არ არის პოლიტიკასთან კავშირში, მაგრამ ეს ყველაფერი ზუსტადაც არის პოლიტიკასთან კავშირში, იმიტომ რომ არის რუსული ექსპანსიის მცდელობა, ესე ვთქვათ. ჯერ მუსიკით შეუძლიათ რომ სცადონ თავიანთი კულტურის გავრცელება. გადავინაცოთ, მოდით აქეთ და გავაგრძელოთ. მოკლედ, მიმღებლობა, როგორც კი როცა ადამიანები არ აპროტესტებენ ამ ყველაფერს, არ აპროტესტებენ რუსი მომღერლების აქ ჩამოსვლას, რუსი სპორტსმენების ქვეყანაში ჩამოსვლას, ეს ყველაფერი ზრდის მიმღებლობას და ჩვენ უკვე რეაქცია აღარ გვექნება იმაზე, რომ მთელი ბათუმი ისაუბრებს რუსულად და მთლიანად ქვეყანაში იქნება უკვე ესეთი სიტუაცია. მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის ჩემი აქ ყოფნის მიზეზი. არ მინდა რომ ამ ყველაფრისადმი მიმღებლობა ნორმალური გახდეს ჩვენს ქვეყანაში. მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. მარიამ, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, თქვენი გზავნილი რა არის ოკუპანტების მიმართ და რატომ აპროტესტებთ ამ ფორმით მათ ღონისძიებებს, რომლებიც ფაქტობრივად ყოველ ღამე იმართება ბათუმში? დიახ, ეს არ არის მარტო ერთი და ორი მოქალაქის ვალი, ეს არის ყველას ვალდებულება, რომ გაახსენდეთ ის ტკივილი, ის ბოროტება, რაც ამ ქვეყანამ მიაყენა ჩვენ ქვეყანას და აგრძელებს აგრესიას უკრაინის მიმართ. და თითოეულმა მოქალაქემ უნდა დავიცვათ საკუთარი ეროვნული ღირსებები და არავითარ შემთხვევაში კულტურული სფერო პოლიტიკური კონტექსტისგან არ უნდა გაემიჯნოს. და ყოველთვის მაშინ არის ცხადია, ვიღაცები ცდილობენ, რომ არ დააკავშირონ კულტურა პოლიტიკას, თუმცა ცხადია, მაშინ არის ეს ორი ერთმანეთთან.
ეს არ არის მხოლოდ ცეკვა, სიმღერა, ეს არის პოლიტიკური გზავნილი, მით უმეტეს ეს ადამიანი რუსეთში მოღვაწეობს ჩვეულებრივად ყველანაირი აგრესიის და ბოროტების ფონზე და ამ ყველაფერზე არიღებს ხმას. ასე გებია, მადლობა მარიამ თქვენი მოსაზრებისთვის. ბელა, მოგესალმებით. გითხარით, თქვენი სათქმელი რა არის, რას ეუბნებით ოკუპირებული ქვეყნიდან რუსებს, რომლებიც ფაქტობრივად თავისუფლად ცხოვრობენ და არსებობენ ჩვენს გვერდით. რა არის თქვენი სათქმელი? ჩემი სათქმელი არის ის, აქ უკვე მეორედ ვართ ჩვენ მოსულები, იგივე ბანერებით და პლუს დამატებით გვაქვს კიდე ახალი ბანერები. სათქმელი არის ის, რომ ქართული საზოგადოება ვერ შეეგუება ოკუპაციას და ყოველთვის ვიქნებით მზად იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ ქვეყნის რუსიფიკაცია. გასაგებია, მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის. არჩილ, თქვენ არაფერს გვეტყვით, ილონა, მოგესალმებით, კეთილი. აი ასეთი არის ახლა ვითარება ბათუმში, ერთ-ერთ კლუბთან, სადაც რუსი მომღერლის კონცერტი არის ჩანიშნული, ცოტა ხანში უნდა დაიწყოს ეს ღონისძიება და სამოქალაქო აქტივისტები რუსებს დახვდნენ პროტესტით. საუბარი არის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, სადაც ფაქტობრივად ყოველ ღამე იმართება რუსული ესტრადის წარმომადგენლების კონცერტები და აქ შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები ცდილობენ, რომ უხერხულობა შეუქმნან მათ, ვინც ამ ღონისძიებაზე მოვა და საპროტესტო გზავნილებით თავიანთი სათქმელი მიაწვდინონ. თეონა აკეთებს კომენტარს, შეგვიძლია მოусმინოთ. ცდილობენ რომ ღირსება წაგვართვან და ჩვენ ანუ მიუხედავთ იმისა რომ ძალიან მცირე რაოდენობა ვართ ჩვენ ძალიან სწორ მხარეს ვგავართ და მე დარწმუნებული ვარ რომ კიდევ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ბევრი თანამოქალაქე შემოგვიერთდება ამ ბრძოლის ველზე იმიტომ რომ როგორც უკვე აღნიშნე ეს არის რბილი ძალა ანუ ჰიბრიდული ომის ნაწილი და არ შერჩებათ ეს ყოველივე არის თქვენი სათქმელი მოქალაქეებთან საქართველოს მოქალაქეებთან რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა და რა საფრთხე უნდა დაინახონ თქვათ იგივე იმაში რომ თქვათ რუსი მუსიკოსი მართავს კონცერტს ბათუმში ხო ის საფრთხე რომ ანუ რბილი ძალა უკვე ძალიან ბევრჯერ ვახსენე მაგრამ ეს არის ოკუპაციის მცდელობა და არ აქვს მნიშვნელობა ტანკით შემოვა თუ ასე შემდეგ ანუ ყირიმიც ესე დაიპყრეს თავის დროზე და მე ვურჩევ ჩემს თანამოქალაქეებს რომ რაოდენ ნიჰილისტურადაც არ უნდა გრძნობდნენ თავს და ვინაც არ უნდა ერჩიოს განტევების ვაცად რომ ის რაც შედეგი არ დავდეთ ჩვენ და ვერ დავდეთ ხან იმას აბრალებენ ხან ამას აბრალებენ რეალურად ჩაიხედონ საკუთარ სულებში რა და აი ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა იყოს აი ეს არის ჩემი მოთხოვნა ანუ მეც ძალიან დავიღალე მართლა 2012 წლიდან აი თბილისში ვცხოვრობდი და იქ ვიყავი პარლამენტთან გავიზარდე, აქ ჩამოვედი და აქაც გამომყვა თითქოს აქცია. ანუ ეს არის პასუხისმგებლობა, რაოდენი ნიჰილისტურადაც არ უნდა გრძნობდე თავს, როდესაც შენს თანამოქალაქეს ჩაგრავენ, ანუ როგორ არ უნდა ამოიღო, ხო, უსამართლობაზე ხმა. იმიტომ რომ აი როგორც პასტორმა თქვა, მაგალითად ეს ცნობილი სიტყვები, კათოლიკე არ ვიყავი, როცა გერმანელები კათოლიკეებს მიადნენ ნაცისტები უკაცრავად ხმა არ მომიღია, ებრაელი არ ვიყავი, ხმა არ მომიღია და როცა უკვე მე მომადგნენ, ხმა აღარავინ დარჩა იმის რომ ხმა მოეყოვა და ასე რომ ანუ ერთი ადამიანის პრობლემა აბსოლუტურად ყველა ადამიანს უკავშირდება ესე რომ ვთქვათ და მე ვუსურვებ ყველას, ვუსურვებ არა მოვუწოდებ ყველას რომ გამოვიდნენ და ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ ეს ბოროტება, რასაც რუსეთის იმპერია ქვია და რომელიც საკმაოდ ფართო ბრჭყალებით აი საკმაოდ ფართოდ აი არ არსებობს არც ერთი სტრუქტურა, რომ ქართული ოცნების საშუალებით რუსული გავლენა არ იყოს. მე ვუსურვებ ყველას რომ 20% საქართველოს არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ამას ახსენებთ. ვახსენებ ასე რომ მუსიკოს, ვინც კონცერტს მართავს, ასე საქართველოს მოქალაქეებს. კი, რა თქმა უნდა. ეს არის ჩემი მიზანი, რომ გავახსენო კიდევ ერთხელ და ახსოვდეთ ყოველდღიურად, იმიტომ რომ თავისუფლების დაკარგვა
არ ხდება მხოლოდ ერთი დღით, ეს იწყება რაღაც გარკვეული თავიდან თითქოს გაჩვევენ ძალადობას, გიხსნიან რაღაცა ტვინს გირეცხავენ, ჰიბრიდული ომის საშუალებით, საინფორმაციო დეზინფორმაციის საშუალებებით უამრავ რაღაცას გატყუებენ, მაგრამ აი ყოველდღიურად აი ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს რაღაცა ულამაზეს და აი უსაყვარლეს საქართველოზე უნდა გულისცემაზე, მის გულისცემაზე უნდა გვედოს მაჯაზე ხელი, ესე რომ ვთქვათ და უნდა გვახსოვდეს და ვაცნობიერებდეთ იმას, რომ თავისუფლების მოპოვებაც ძალიან რთულია და იმაზე რთულია თავისუფლების შენარჩუნება. და მე ვუსურვებ ყველა მოქალაქეს, ვინც ჩვენთან ერთად დგას, რომ ხნეობა გქონდეს, გამძლეობა გქონდეს, მათ შორის თქვენც, რომლებიც მართლა პირნათლად ასრულებთ თქვენს საქმეს და თავისუფალ მედიას ვუსურვებთ მთელს ქვეყანას, იმიტომ რომ როდესაც თუნდაც აქ არ არის საქმე პოლიტიკურ მიმდევრებზე, რომელი პარტიის მხარდამჭერია, თუმცა პარტიებიც აღარ არსებობს უკვე. აქ თავარი არსი მედიის თავისუფლებაზე გადის იქ, რომ როდესაც ქართულ ოცნების წარმომადგენლებს დაჭირდება რაღაცის გაპროტესტება თუნდაც ან რაღაცის თქმა გულწრფელად მიმართონ ობიექტურ მედიას და ობიექტურ მედიას წარმოადგენთ თქვენ და მადლობა ამისთვის. თავისუფლება მზიას, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს და სახლში წასვლა ყველა ქოთს. ჩვენ გვესმის თეო ხშირად, რომ პოლიტიკა და კულტურა უნდა გაუმიჯნოთ და აქ არაფერ შუაში არ არის რუსეთის პოლიტიკა. რას ევტყოდით ასეთ ადამიანებს? ცხადია, ორივე ერთმანეთთან არის ბმაში და ვერასოდეს ვერ გაიმიჯნება პოლიტიკა ვერცერთი საზოგადოებრივი თემისგან. თქვენ რას ეტყოდით ასეთ ადამიანებს, ვისაც ასეთი მოსაზრება აქვს? მე მგონია, რომ ძალიან ცდებიან. პირდაპირ ვეტყვი ასეთ ადამიანებს, ვინც ესე ფიქრობს, რომ კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთისგან არ უნდა გაუმიჯნოთ, იმიტომ რომ პოლიტიკის ნაწილი არის აბსოლუტურად ყველაფერი და თუნდაც ეხლა ყველაზე მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ესე თუა ჩვენი კულტურის ნაწილი არის ილია ჭავჭავაძე, ხო? მაგალითად და მწერლობა და აი დოსტოევსკით რომ მოყავთ მაგალითად რუსები, აი დღემდე მაგით ამაყობენ, რომ რაღაცა დოსტოევსკი და ასე შემდეგ, მაგრამ კი, რაღაცნაირად დოსტოევსკი თითქოს გმობდა რუსეთს, მაგრამ რეალურად თუ ძალიან ღრმად ჩაუყმავდებით მის ნაწარმოებებს, ისევ ხედავთ რუსული იმპერიალიზმის დიდებას და გულშემატკივრობას. თუ ჩვენ ჩაუყმავდებით მაგალითად ჩვენს ილია ჭავჭავაძეს და შევხედავთ როგორც მწერალს, ის არის ასევე საზოგადო მოღვაწე, რომელიც გმობს რუსეთს. და მოდი ამ ბმიდან რომ დავაკავშიროთ, ეხლა რა გამოდის, რომ პოლიტიკა და კულტურა, რომელიც ესე მწერლობის ნაწილად რო ჩავთვალოთ, ერთმანეთისგან გამიჯნულია არა. ილია ჭავჭავაძე მწერალი იყო, მაგრამ იბრძოდა კალმით, რაც შეეხო და რაც შეეძლო და ცდილობდა, რომ ქართველი ერისთვის აეხილა თვალები, მაგრამ სამწუხაროდ მისი სიტყვების არ იყოს, მე სიმართლეს გეუბნები და შენ კიდევ უკან გვერდით გადატრიალდებიო და მოუწოდებ იმას ჩვენს ქართველ ხალხს, რომ დაფიქრდნენ, რომ კულტურა, პოლიტიკა, სპორტი აბსოლუტურად ყველაფერი პოლიტიკის ნაწილი არის და ამ პოლიტიკით ზემოქმედებს ქართული ოცნება ჩვენზე. და თუნდაც ეხლა ეს რომ ჩამოვიდა რუსი მომღერალი, ეს ხო არის რბილი ძალის ნაწილი, იგივე პოლიტიკის ნაწილი და იგივე თანამშრომლობა, ანუ ქართულმა ოცნებამ რეალურად ითანამშრომლა რუსეთთან და იმაგიტო არის, თორე გავიხსენოთ მაგალითად, ეხლა ხო ბევრ შეიძლება არ მოწონს, მაგრამ მე რა ვიცი, სიამაყით მახსენდება მაგალითად ძველი პერიოდი, წინა ხელისუფლების პერიოდი, როდესაც მართლა ჩამოდიოდნენ ისეთი ადამიანები, აი სტინგი მაგალითად და ბოჩელი და ანუ აი ისეთ რაღაცნაირად საერთაშორისო და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი კულტურის წარმომადგენლები იყვნენ საქართველოში და ეხლა ჩამოდიან ბიანკა და რაღაცა ესეთი რუსი პაპსა და ანუ არ ვიცი რა ვთქვა. მადლობა თეო, დიახ, აქ შეკრებილი ადამიანების სათქმელი არის ეს, რასაც ისმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში, ვითარება ამ ტერიტორიაზე ახლა არის
ასეთი ცოტა ხანში უნდა დაიწყოს რუსი მომღერლის კონცერტი თანდათან ეტაპობრივად კლუბში შედიან მსმენელები და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ იმას, რომ ვიმყოფებით ახალ ბულვარში, სადაც ერთ-ერთ კლუბში მიმდინარეობს, უნდა დაიწყოს ცოტა ხანში რუსი მომღერლის ელდარ ჯახაროვის კონცერტი და ნიშანდობლივი არის ის, რომ რუსი მომღერალი კონცერტს მართავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში და სწორედ ამ გარემოებას ახსენებენ აქ შეკრებილი ადამიანები რუსებს და ეუბნებიან, რომ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული საქართველოს 20% ტერიტორიისა და ის გზავნილები არის წარმოდგენილი ბანერზე და შემსვლელებს ცხადია ამ გზავნილით ეუბნებიან, რომ ისინი საქართველოში არ არიან სასურველი სტუმრები და ნებისმიერ შემთხვევაში მათ შეუქმნიან დისკომფორტსა და უხერხულობას. სხვათა შორის ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბათუმში იმართება ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების სხვადასხვა ტიპის ღონისძიება. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად კაფე რესტორნებში ყოველდღიურ რეჟიმში არის რუსულენოვანი პროგრამა და ამას უკვე შეეჩვია ეს ქალაქი. ფაქტობრივად პროტესტი არის იშვიათი, რადგან ჩვენ ვხედავთ იმას, რომ უკმაყოფილების გამოთქმის მიუხედავად დღეს მოქმედი ხელისუფლება რუსებს უქმნის სასათბურე პირობებს და მათ ასეთ დამოკიდებულებაზე არ რეაგირებს. თუმცა საპირისპიროს აკეთებენ სამოქალაქო აქტივისტები, ისინი ცდილობენ მცირე ჯგუფები, მაგრამ მაინც ცდილობენ, რომ ყოველ ჯერზე რუსებს უთხრან საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სათქმელი და ეს სათქმელი არის ის, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, აგრესორი ქვეყანა და მათი აქ სტუმრობა ოკუპირებულ ქვეყანაში არასდროს იქნება სასურველი. აი ხედავთ Это делайте у себя в стране. Саакашвили это не надо делать. В своей стране делайте. У нас в Грузии не делайте этого. У нас вне политики. ქართულად შეგიძლიათ გითხრათ რას ამბობ? პოლიტიკაში არა. საქართველო არის ტურისტული ქალაქი. ტურისტული ადგილი. ჩვენ ომი არ გვინდა. უნდა იმართებოდეს რუსი მომღერლების კონცერტები. მომღერლები პოლიტიკაში არ არის. საქართველოს მოქალაქე ხარ თქვენ? ეს არ არის საჯარო სივრცე. ტროტუარი არის, ტროტუარი. ტროტუარი ეგე. ტროტუარი არის ეს ბატონო. ტროტუარი. ეს არ არის კერძო გიშლი მე მუშაობაში აქ. განერა გუშხვა აქ კაცი ეს. მოქალაქე და აკავესაუბრე. ეს არის ტროტუარი და არ არის კერძო ობიექტი. და სადარა. იმზადებით შეგიძლიათ გითხრათ? ამ მნიშვნელობა აქვს. ვითხარ ხელსო გუშ მოქალაქე კომენტარს გვაძლევთ და თქვენ ხელი შეგვიშალეთ მუშაობა. ხელ შეგიშლი, იმიტომ რომ სინით შედიხარ. არ შევდივართ შეგიძლიათ. გააჩერე და ესაუბრე. ადმინისტრაციას წარმოადგენს. არა. აუ მინახარ. ამ მნიშვნელობა აქვს შენთვის ვინა ვარ. არ ხოდა ვიცოდეთ თქვა რომ აბუნებით რომ გზაში. ესე იგი ვარ ვიღაცა რო გეუბნები რომ შენ არა, თავი უნდა წარგვიდგინოთ, ვინ ბრძანდებით თქვენ რომ გიგინო თავი ვარდებული. გვიკრძალავთ ტროტუარზე გადაადგილებას გვიკრძალა. და შენ თვითონ ვინახარ რომ მოდიხარ ასე მაწუხე. ჟურნალისტი ვარ, აჭარა ტაიმს წარმოვადგენ სულხან მესხიძე. მე შემიძლია ვთქვა ვინა ვარ, თქვენ შეგიძლიათ. გასაცემელი და ისინი გააკეთე. იმის უნარი უნდა გქონოთ რომ საკუთარ აი ჩოჩეთ იქით ხელს ნუ მიშდით მუშაობაში. სად გიშლით ახლა? რაში გამოიხადება ჩვენი ხელშეშლა? ტროტუარზე ვიმყოფებით. ტროტუარზე თქვენ თვითონ გამოგველაპარაკეთ. თქვენ თვითონ. იქით გადაიციეთ, გითხარი. დასაჯაროს. აქეთ გადმოიწიე. ეს არის ტროტუარი, ბატონო. ვიცი მე სადაა. არ არის კერძო საკუთრება. ვიცი სადაა ტროტუარი. თქვენ ხელს უშლით. შენ მიშლი ხელს მე. ჩვენ არ გიშლით ტროტუარზე ვიმყოფებით. კერძო საკუთრებაში არა ვარ, ჩვენ არ გიშლით ხელს. პირიქით თქვენ გვიშლით მუშაობაში ხელს. ხელს მიშლი ამ წუთაში. რაში?
აი დამოკიდებულება ბელა თქვენ დაინახეთ რა შეგიძლიათ თქვა ეს ბატონი წინაზეც აქ იყო, მაშინაც ასეთი ტონი ქონდა, მაშინ ვერავინ ვერ გამოგვექომაგა. თქვენ ცოტა უფრო ისე რა ქვია, ყოჩაღად შეძელით მასთან გამკლავება, ჩვენ გვრეკავდა ესე როგორც ნახირი, იქეთ იდექითო მოგვიჩინა კუთხე, იმ კუთხეში დადეგითო და ხელი არ შეგვიშალოთო, მერე მოიყვანეს ტრაილერი, ვითომ აქ საქმე ჰქონდათ, ნებართვა ჰქონდათ თუ არ ჰქონდათ აღებული არ დგომისა ამის შესახებ, რა თქმა უნდა, არ მოგვაწოდებდნენ ინფორმაციას და კითხვაც არ დაგვისვამს. 40 წუთი 1 საათი აქ ეს ტრაილერი და ამწე ამუშავეს, შემოსაზღვრეს აქაურობა და იმის უკან დავდექით ჩვენ, რომ აი ლენტთან თუ დგავარ, აქ როგორ შეუშლის საერთოდ ხელს გამლელებს და ფაქტობრივად თვითონ შეუშალეს ხელი ყველა ვიზიტორს. ჩვენ არაფერი არ მოგვიმოქმედებია, პრინციპში არც იყო ეგ ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი იყო უბრალოდ შეემჩნია ვიზიტორებს, რომ აქ დგავართ და ეს არის ჩვენი პოზიცია. ანუ ეს იყო წინა კონცერტზე კი. არ მახსოვს ზუსტად რა ვიცი, ერთი კვირის წინ სადღაც ხო. ხო, აი ასეთი რიხით გველაპარაკება და თან გვითხრა ამ ადამიანმა, ხო, ეს ხო ტროტუარია, თქვენ მეთქი იჯარით გაქვთ აღებული ეს ტერიტორია და კიო, ჩვენო იჯარით გვაქვს აღებულიო და არ დგომის უფლება არა გაქვთო. ესეთი მონოპოლიზაცია ხდება საჯარო სივრცეების. აქ ამ კლუბში არაპირებდა ადამიანები ისეთი გამლელებიც კი გზაზე გადადიოდნენ და საფრთხე ექმნებოდათ, ავარიული სიტუაციები იქნებოდა, ისინი ვერ მოძრაობდნენ. ანუ რიგით მოქალაქეებს ისინი უზღუდავდნენ გადაადგილებას და მოვიდა ამასობაში 4-5 საპატრულო მანქანა, ეს შკოდა თუ რაც არის, სუსის მანქანა ეგეც და რა თქმა უნდა ამ ადგილისთვის არ იყვნენ მოსულები და რა თქმა უნდა იმ 5 ადამიანისთვის იყვნენ მოსულები, ჩვენი სახით რომ მიდგნენ აქა და ანუ იმათ ხელი არ შეუშლიათ არავის, ანუ არ მიუთითებიათ ამათთვის, რომ იცით რა, მოძრაობას აფერხებთ, ეს საჯარო სივრცეა, ტროტუარია, ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ თბილისში ადამიანებს, ჩვენ ვიცით და წლობით სვამენ ციხეში, სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებენ და აქ პოლიციას შენიშვნა არ მოუწია ამ ადამიანებისთვის, რომ ხელს უშლით ადამიანებს მოძრაობაში, ანუ ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს მთელი მიმდებარე ტერიტორია და ასეთი რიხით და ისა ძალმომრეობით გამომეტყველებით ცდილობენ ჩვენ შეშინებას. არ ვიცი კიდე რაღა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ საზოგადოებამ დაინახოს, რომ ხო, ეს ქალაქი და ეს ქვეყანა ოკუპირებულია არა მარტო რუსი ხალხის მიერ, არამედ, რა ვიცი, მდიდართა კლასის მიერ, რომლებიც არაფრად აგდებენ სხვა კლასის წარმომადგენლებს, ხო, არ ადარდებთ საერთოდ, არც ქვეითი, ანუ არავინ, ან ეს არის ძალიან დამახინჯებული გარემო, რაშიც ადამიანებს გვიწევს გადარჩენა სამწუხაროდ. ასაკებია, მადლობა ბელა. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ, რომ ერთ-ერთ მსმენელს ჰქონდა პროტესტი საპროტესტო აქციაზე და რეპლიკის სახით ისროლა ის, რომ ეს პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის და ამაზე არ უნდა გქონდეს პროტესტი. ჩვენ ვხედავთ, რომ აქ ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან სტუმრად, მათ შორის რუსები დომინირებენ. სტუმრებს შორის მე გაჩვენებთ, ეს არის კლუბი თეატრო, ლაუნჯი და ღამის კლუბი არის ეს, რომელიც მდებარეობს ახალ ბულვარში და სხვათა შორის ეს კლუბი ძალიან ხშირად მასპინძლობს რუს მომღერლებს, მათ შორის არიან ეგრეთ წოდებული ქურდული მენტალობის მქონე, რეპერტუარის მქონე მუსიკოსები ამ კლუბში მღერიან, მათ შორის პუტინის მეხოტბე მომღერლებიც კი ჩამოდიან ბათუმში და მართავენ კონცერტებს. ეს არის კლუბი თეატრო და ეს სხვათა შორის არ არის ერთადერთი კლუბი, რომელიც ხშირად მასპინძლობს რუს მომღერლებს და ძირითადად მათი სეგმენტი გათვლილი არის ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებზე. სავარაუდოდ ჯერ არ არის დაწყებული კონცერტი, რადგან ეტაპობრივად მაინც შედიან მოქალაქეები და
პარალელურ რეჟიმში, როგორც ხედავთ, კვლავ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. თაკო, რას გვეტყვით ბოლო სტუმარზე, რომელმაც რეპლიკის სახით ისროლა, რომ პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის კულტურასთან და თქვენ არ უნდა გქონდეთ პროტესტი. მათ შორის ნიშანდობლივი იყო ის, რომ საქართველოს მოქალაქე იყო სავარაუდოდ, იმიტომ რომ ქართულად ილაპარაკა ამის შესახებ. კი, აი როგორ შეიძლება თუნდაც ამ ერთ რეპლიკაში ვერ დავინახოთ ის საფრთხე და ის შედეგები, რაც მოაქვს ზოგადად პროპაგანდას, რომ თითქოს არ უნდა გავლიოთ პოლიტიკა არაფერში. როგორ შეიძლება არ გავლიოთ პოლიტიკა, როცა იმ ქვეყანაზეა საუბარი, რომელიც ოკუპირებულია იმ ქვეყნის მიერ, რომლის წარმომადგენელსაც ახლა ჩვენ აქ უსმენთ და ტაში უნდა დაუკრან ამ ადამიანებმა და იცეკვონ და გაერთონ ამ ადამიანის მუსიკაზე. ეს არის როგორ თქვა, პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. მოქალაქეობა არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ რაღაცა ქვეყნის პასპორტი გქონდეს. გარკვეული ვალდებულებებიც გვაქვს ჩვენ მოქალაქეებს, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეს ძალიან სევდიანია მოკლედ ჩემთვის, რაც მოვისმინე. თუმცა გარკვეული იმუნიტეტი მაქვს უკვე გამომუშავებული ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბევრს შევხვედრი ვარ ასეთს და ვიცი რომ პროპაგანდა ზუსტად ამისთვის მუშაობს, რომ ეს შედეგი დადოს. მაგრამ უბრალოდ იმედი შემიძლია ვიქონიო, რომ ეს ადამიანები არ არიან უმრავლესობაში და ბრძოლას შედეგი ექნება. ასეთებია, მადლობა. აი ასეთი არის აქ შეკრებილი ადამიანების სათქმელი, მათი პროტესტი დუმილით გრძელდება. თავარი სათქმელი კი წარმოდგენილი არის იმ ბანერებზე, რასაც თქვენ კადრში ხედავთ. ცოტა ხნის წინ იყო მცირედი სახის შეკამათება, მათ შორის გამოირჩეოდა ქართულად მოსაუბრე ქალბატონი, რომელმაც რეპლიკის სახით თქვა, რომ რუსების მიერ გამართული კონცერტი არ არის პრობლემა და პოლიტიკა და კულტურა უნდა გაუმიჯნოთ და აქციის მონაწილეებს უთხრა ის, რომ მათი პროტესტი არის უსაფუძვლო. ეს არის კლუბი თეატრო, სადაც ხედავთ, რომ დაცვის თანამშრომლები მყოფებიან, რომლებიც სტუმრებს ეგებებიან და შიდა ტერიტორიაზე შეყავთ. ეს არ არის ერთ-ერთი კლუბი, რომელიც მასპინძლობს ხშირად ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს. ელდარ ჯახაროვი მღერის ამ კლუბში დღეს, მისი კონცერტი არის დაგეგმილი და სხვათა შორის რეპერტუარის მიხედვით ვიცით, რომ უბრალოდ განრიგის მიხედვით ვიცით, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში თითქმის რუსეთის მოქალაქეები იმღერებენ სხვადასხვა კლუბში ბათუმში, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი გამონაკლისი, ჩვენ ვიცით, რომ კაფე ბარებში, ძირითადად ბათუმში რეპერტუარი არის რუსებზე მორგებული. ასეთი იყო მოსაზრებები, რასაც ისმენდით თქვენ აქ შეკრებილი ადამიანების მხრიდან, მათი თქმით, ისინი ყოველ ჯერზე შეეხსენებენ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომ ისინი იმყოფებიან მათი ქვეყნის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში და მათ ყოველ ჯერზე შეუქმნიან დისკომფორტს, რადგან როგორც თავად ამბობენ, მცირე რაოდენობა, მაგრამ მაინც არის მნიშვნელოვანი, რომ რუსებმა იგრძნონ დისკომფორტი, რადგან ეს ქვეყანა, ოკუპირებული ქვეყანა არ შეიძლება შეეგუოს მათ ასეთ თავისუფალ გადაადგილებასა და თანაცხოვრებას. მადლობა, რომ უყურებდით აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს. მოგესმენინეთ აქ შეკრებილი ადამიანების მოსაზრებები, გიჩვენეთ ვითარება თუ რა ხდება ადგილზე, ჩვენ ცხადია, ყოველ ჯერზე ვიქნებით იქ, სადაც მოვლენები ვითარდება, იმიტომ რომ აჭარა ტაიმსი არის
მედია, რომელიც აშუქებს ადგილობრივ საჭიროებებს და ცხადია ასე გაგრძელდება სამომავლოდაც. გააზიარეთ პირდაპირ ეთერი, რათა უფრო მეტ ადამიანს კონდეს წვდომა გაიგოს რა ხდება მის გარშემო. ასევე თქვენ შეგიძლიათ დააწეროთ კომენტარები, გამოთქვათ თქვენი მოსაზრება, საინტერესო არის რას ფიქრობთ თქვენ რუსეთის მოქალაქეების ასეთ შეკრებებზე, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის მუსიკოსებზე, რომლებიც თავისუფლად მართავენ კონცერტებს აჭარაში. მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ გვიყურებთ, მადლობა ასევე იმისთვის, რომ გვენდობით, მშვიდობიან და უსაფრთხო ღამეს გისურვებთ ნახვამდის.